ნათია ზუსტად 15 წუთი დარჩა იქამდე ვიდრე ეგრეთ წოდებულ პარლამენტში დაიწყება ეგრეთ წოდებული არჩევნები, რომლითაც ქართული ოცნება აირჩევს მისთვის სასურველ პრეზიდენტს. მანამდე კი უპრეცედენტო მობილიზება არის, შეიძლება ითქვას თავისუფლების მოედანზე. მე ოპერატორს ვთხოვ კადრში გვანახოს რა ვითარება არის. ახლა საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულები აქ იქამდე ვიდრე უკვე დაიწყება ეგრეთ წოდებული არჩევნების პროცედურები საკანონმდებლო ორგანოში. როგორც ჩანს ივანიშვილის რეჟიმმა ჩათვალა საჭიროდ რომ განსაკუთრებული მობილიზება უნდა ყოფილიყო. დღეს ჩვენ მსგავსი მობილიზება გვინახავს მათ შორის წინა დღეებში, როდესაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას იყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველები, თუმცა ახლა შეიძლება ითქვას რომ განსაკუთრებული მობილიზება არის. ათობით პოლიციის მანქანა დგას, აქ დგას ავტობუსები, რომლებშიც არიან სპეცრაზმელები და თქვენ ახლა კადრში ხედავთ მათ შორის წყლის ჭალის რამდენიმე მანქანას, რომელიც უკვე განთავსებული არის თავისუფლების მოედანზე. როგორც ჩანს განსაკუთრებული დავალება აქვს ახლა მიღებული ბიძინა ივანიშვილის პოლიციას, რომ ისინი უნდა იყვნენ ტერიტორიაზე, თუმცა უცნობი არის რისთვის ემზადებიან ისინი. ფაქტი არის ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული არჩევნები შედგეს და ქვეყანას ყავდეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მე ოპერატორს მათ შორის ვთხოვ, რომ გადმოინაცვლოს მარცხენა მხარეს. სამართალდამცველები ერთმანეთში საუბრობენ, სავარაუდოდ ცვლიან პოზიციებს, იღებენ დავალებებს, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ, ვინაიდან აქციის მონაწილეები თქვენც მოისმინეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ იკრიბებიან ზურა, თუ შეიძლება რომ აქეთ გადმოვინაცვლოთ და ვანახოთ გადაადგილება სამართალდამცველების. აქციის მონაწილეები დილიდან იკრიბებიან სწორედ იმ პროცესების გასაპროტესტებლად, რომელიც დღეს უნდა წარიმართოს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, უნდა აირჩიოს ქართულმა ოცნებამ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი. ეს იქნება არაპირდაპირი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელსაც სჭირდება 211 ხმა კოლეგიისა, საარჩევნო კოლეგიისა, რომელიც ცესკოს მონაცემებით ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას აქვს და შესაბამისად ერთპარტიულად მოხდება დღეს მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პრეზიდენტად საკანონმდებლო ორგანოში, რომლის ლეგიტიმაციასაც არ აღიარებენ არც ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს დილიდან დგანან რუსთაველის გამზირზე და არ აღიარებენ ჩვენი პარტნიორები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მიიტაცა და გააყალბა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. თქვენ კადრში ისევ ხედავთ, რომ განსაკუთრებული მობილიზება არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პოლიციის მხრიდან და ჩვენ ვნახეთ მათი მხრიდან ამ დღეების განმავლობაში სასტიკი ძალადობა, როგორც აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მისამართით, ასევე მედიის წარმომადგენლების მისამართით, თუმცა ფაქტი არის ისიც, რომ ამ დრომდე ამ სისასტიკის გამო არავინ დასჯილა. მოკლედ ასეთი არის ახლა ვითარება თავისუფლების მოედანზე, ზუსტად 10 წუთი რჩება იქამდე, ვიდრე ეგრეთ წოდებული პროცესები დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში. ცხადია დღეს ამ პროცესებს არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სახსახად ამბობენ იმას, რომ ლეგიტიმაციას არ ცნობენ ეგრეთ წოდებული პარლამენტის და მათ უკვე მიმართეს საკანონმდებლო ორგანოს მანდატების შეწყვეტასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნები ჯერჯერობით ოპოზიციის წარმომადგენლებს არ დაუდასტურა, ასე რომ ოპოზიცია დღეს იდგება ქართველი ხალხის გვერდით და გარედან გააპროტესტებენ იმ პროცესებს, რომელიც წარიმართება ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. თქვენ კადრში ხედავთ ახლა თავისუფლების მოედანს და ამის შემდგომ უკვე რამდენიმე წუთში ჩვენ გადავინაცვლებთ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოგასმენინებთ როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც დგანან ქართულ ხალხთან ერთად და ისინი არაპირებენ არალეგიტიმურ პროცესებში მიიღონ მონაწილეობა.